მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ასული კვირა და შემდეგ ეს ორი კვირა, რა თქმა უნდა, ჩვენი სასწაულის მონაწილენი ვართ, რომელსაც ჩვენი ერის, ჩვენი მართლმადიდებელი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის თაყვალისცემა ილია მეორესადმი ჰქვია. ილია მეორის უწმინდესი და უნეტარესის წასვლა ჭეშმარიტად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში იყო სასწაულის სადარი მოვლენა. ჩვენ დავინახეთ ის ხალხი, ის უდიდესი პატივისცემა ჩვენი პატრიარქისადმი და ამან ჩვენ გაგვამაგრა შინაგანად. ეს ყველა რეფერენდუმზე საუკეთესო რეფერენდუმია იმის თაობაზე თუ რა ღირებულებები აქვს ქართულ ხალხს და რა უნდა. ეს დაინახა მტერმაც, დაინახა მოყვარებას. მტერმა რომ დაინახა და გაავთრდა იმის მაინცებელიც არის რომ აი დაკრძალვის მეორე დღეს და თვითონ ამ წუხარე დღეებშიც კი ეგრეთ წოდებული აგენტურა, თუმცა რა ეგრეთ წოდებული, მაინც განაგრძობდა თავის ძირგამომთხელ საქმიანობას და არ ერიდებოდა აი ამ წუხარებასაც კი. დღეს უკვე, როდესაც პატრიარქის არჩევა ახლოვდება, კლაჭები გამოაჩინეს და ჩვენ ხედავთ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ არხებზე თუ როგორ გამოდიან სხვადასხვა არხები და სახელი გამიმეორო, ყოფილი მღვდლები, ადამიანები, რომლებიც ახლა ქადაგებენ, რომ თურმე ჩვენი მეუფეშიო არის რუსეთის ეგზარქოსი, არადა პატრიარქის ანდერძის თანახმად ის თანამოსაყდე იყო და ასე შემდეგ. ეს არ ვიცი, ღმერთს როგორც უნდა ისე იქნება და არ ამგონია რომ ისე მოეწყოს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, რომ აი ესეთი ადამიანები გამარჯვებული გამოვიდნენ აი ამ ამბიდან. ხო, სოფლიოსაც გადავავლოთ თვალი და კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი რამ გააკეთა. ქვეყანას აქვს, აი ხა მე მინდა ეს აზრი განვარცო და თქვენს მინდა რომ თქვა. ქვეყანას აქვს გარკვეული ძალები, აი X-Men-ებში რო არის ყველას თავისი განსაკუთრებული ძალა რო აქვს, ხო? ჩინეთს აქვს აი ეს უდიდესი სიდიდე მოსახლეობის და ასევე მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე მათი. მოთმინება. რუსეთს აქვს სტრატეგიული ფართობი და უდიდესი წიაღისეული. ყველა სხვადასხვა ანგლო-საქსებს აქვს კომერციაზე დაფუძნებული საოცრად ცინიკური მმართველობის გამოცდილება, ხო? და ისე მოხდა, რომ გარკვეული ვადიდან არის შენ უფრო კარგად იტყვი ისტორიკოსო. ვადას დაეყრდნენ ქვეყნები არმიას და ფლოტს. იხსენეთ რუსეთის იმპერატორის სიტყვებს, რომ ჩვენ არ ყავს მოკავშირეები, ჩვენ ყავს არმია და ფლოტი. შემდეგ ის არმია და ფლოტი გადავიდა ეკონომიკურ ძლიერებაზე. თუმცა როგორც აღმოჩნდა ახლა არმია და ფლოტი უფრო გასათვალისწინებელია ვიდრე ეკონომიკური ძლიერება ირანმა აჩვენეს. და არის კიდევ მესამე ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელზეც მინდა ვილაპარაკოთ ყოველ შემთხვევაში შემოსაზრებას ვეტყვი. ეს არის მოსახლეობის მეტაფიზიკური შეიძლება ითქვას წმენითი ღირებულება. აი როგორ სწამთ მათ თავიანთი სიძლიერის. შეიძლება გარეგნული ასე ვთქვათ ნიშნები არ აქვს, სტატისტიკაში ეს არ აღინიშნება, რომ ირანი მე რამდენი არმია ხო არ იყო ახლა ათეულში შედიოდა, არ ვიცი. მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გამოვარდნოთ, რომ ჩვენ გვაქვს წმენითი ღირებულება. პატრიარქისადმი ასეთმა მასობრივმა თაყვანისცემამ, ხო, წუხარებამ, ხო, მასობრივმა. ჩვენ გვაჩვენა, რომ ქართულს აქვს ეს ღირებულება, ეს ზალა. რომ აი ჩვენ ერთნი ვართ აი ამ ორივეში. ასევე ირანზეც. ირანი მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოუკლეს, დაუბომბეს ბევრი ქალაქი, აქ მაინც ეს არის. აი ეს ღირებულება, ეს ძალა, მას აქვს. აი ამ ძალაზე თუ არის შესაძლებელი ვილაპარაკოთ. ისტორიულ მეცნიერებაშიც მიდის გადახედო ერთი მნიშვნელოვანი რაღაცის. ადრე მიიჩნეოდა ესე, რომ ჯერ მოხდა ნეოლითიური რევოლუცია, მიწათმოქმედება და მე ჩამოყალიბდა ორგანიზებული რელიგიები. დღეს აი მაგალითად არის კლაუს შმიტი, ესეთი არქეოლოგი, ისტორიკოსი, რომელმაც დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე გათხარა და იქ აჩვენებს ძალიან მაგარი რაღაცეები, რომ პირიქით მოხდა. ის რომ ადამიანი ერთ ადგილზე დასახლდა, ეს იყო რელიგიური წარმოდგენების შედეგად. იმიტომ რომ მაგალითად მონადირე და შემგროვებლებს უფრო მეტი რაციონი ჰქონდათ, უფრო ჯანსაღად იკვებებოდნენ, ვიდრე მიწათმოქმედება, მაგრამ რელიგიურმა მოტივმა განსაზღვრა ცივილიზაციის შექმნა. ადგილის დედას მიაჭადა. ზოგადად ცივილიზაციური ფაქტორი, ცივილიზაცია რო გაჩნდა, იმიტომ რომ რელიგიური ფაქტორი გაჩნდა. და არა პირიქით.
როგორც ეს აქამდე არის შესაბამისად ჩვენ როდესაც საუბრობთ რაღაცა ეხლა ჩინაზე ისაუბრობ ყველა არის სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენების რელიგიური სისტემების პროდუქტი მე ესე ვიტყვი რა იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ცივილიზაცია ამ რელიგიური ფუნდამენტის გარეშე ყველას ფუნდამენტი არის რელიგიური როდესაც ჩვენ საუბრობთ ირანზე როდესაც საუბრობთ აი ამ დაპირისპირებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ რატომ ჯობნის ესეთ შემთხვევაში ესეთი ორგანიზებული რელიგიური ნარატივი ორგანიზაცია იმიტომ რომ ნარატივი ზოგადად რელიგიური ნარატივი შეექმნა იმიტომ რომ დიდი საზოგადოება გაერთიანოს და კოლექტიურ გონად იქცეს კოლექტიური გონი ირანის შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს კლავ თავში მყოფს მაინც აგრძელებს სხვადასხვა ადამიანი კლავ გენერალიტეტს მაინც ახალი მოდის აი დაახლოებით მახსენდება აი მაკიაველს აქვს შედარებული საფრანგეთის და ოსმალეთის იმპერია. რომ საფრანგეთის დაპყრობა მარტივია, მაგრამ შენარჩუნება არის რთული, იმიტომ რომ ფუნდამენტში არის ეს არისტოკრატიული და ფეოდალური სისტემა. ხოლო ოსმალეთის დამარცხება რთულია, მაგრამ რო დაამარცხებო, იმის შენარჩუნება ძალიან მარტივია. ერთ-ერთი ყველაზე გვიანი სახელმწიფო, სადაც ფეოდალიზმი გაქრა, არის ირანი. შესაბამისად, აი ირანის შემთხვევა ერთი ის რომ კარგად ორგანიზებულად შეკრულია რელიგიურად ამ შემთხვევაში და ყველას ესმის რატომაც იბრძვიან და ყველას უღირს ამისთვის ბრძოლა. გაქრა ოპოზიცია საერთოდ. ოპოზიცია გაქრა როგორც საშანდელი თოვლი. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ კი შეიძლება იმებთ ესმოდეთ ებრაელებს, მაგრამ შეერთებულ შტატებში რაღაცა რელიგიური ნაწილის, მცირე ნაწილის გარდა დანარჩენებს არ ესმით რა უნდათ ირანის ტერიტორია. ირანთან ომი რა საჭირო? არ ესმით. მათ ეგზისტენციალურ წმენს სისტემაში ძალიან ეხლა ეს ყალბი არის ეხლა ის რაც ტრამპმა გააკეთა, მოდი ესე თქვა ლოცვა, ხო? არ არის ეს ავთენტური ჩემი აზრით. მინდა რომ საქართველოს გადახედე უცებ და შემდეგ გადავარდ. საქართველოში ჩვენ აი ამ ძალამ ამდენმა მრევლმა საზოგადოებამ რომელიც რელიგიურია თავისი სხვა საქმეა ვინ როგორ იცავს მე ალბათ ყველაზე ცუდად მცნებელს მაგრამ ეგეც ხშველის რომ აი ესეთი მონსტრების წინაამდე გაერთიანებულები ვართ რა აი ძალიან ისეთი აი პატრიარქს მინდა თქვა რომ აი ჩვენ როგორც კი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ პოლიტიკურად დავიყავით ძალიან მარტივად ხო და სულ ცდილობდით სამოქალაქო ერი შეგვექმნა სადაც აი სამოქალაქო ერი რას ნიშნავს რომ აზერბაიჯანელს იმ სომეხს იმას ყველას ერთ იმაში გვინდოდა ერთ ერას წარმოდგენა ხო და კი რაღაცას ლაპარაკობდით კონსტიტუციაზე რაღაცას მაგრამ ემოციური კავშირი ამასთან არ იყო ემოციური კავშირი არის გახდა სწორედ აი ეხლა ვნახეთ ჩვენ როდესაც მუსლიმებმა საკუთარი რელიგიური დღესასწაული არიზეიმეს ჩამოვიდნენ სადაც ჩილოთ კავკასიიდან სადაც თურქეთში მცხოვრები ქართველები რომლებიცაც განსხვავებული ენაზე ლაპარაკობენ ბევრი რაღაც განსხვავებული რელიგია ჩამოვიდნენ იქიდან საინგილოდან ჩამოვიდნენ და ჩვენ დავინახეთ რომ ამ ჭრელ საზოგადოებაში არსებობს ერთი სიმბოლო ჯერ ცოცხალი ადამიანი არსებობს ერთი სიმბოლო რომელიც აერთიანებდა ამ გზნობით ამ საზოგადოებას და რა არის ზოგადად ერთობა რა ვინ ქმნის ერთობას ყოველთვის ქმნის ადამიანები ეგ ჩვენი მეფეები მარტო ის ხომ არ არის რა ქვია მართველები ხო არ ქმნის ესენი იყვნენ სიმბოლოები რომლებიც აერთლის ირგვლივაც ერთიანდებოდა საზოგადოებები და ამიტომ ილია მეორე ახლა მე ჩვენ 30 წელია ვაშენებთ რაღაც სამოქალაქო მეტი უფრო სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო ერთს ხო აი ახლა შეიძლება ითქვას რომ არა NGO-ებიდან, არა ლიბერალური დემოკრატიებიდან, არა სხვა იმიდან, რომლებიც ამდენს ლაპარაკობენ. იმება პირიქით საზოგადოება დაშალეს და დღესაც ცდილობენ დაშალონ. არამედ აი სწორედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიიდან და კონკრეტულად პატრიარქი ილია მეორეს თავოსნობით დემონსტრირება მოხდა, რომ ფორმირდა ქართული სამოქალაქო ერი. კი ბატონო, ნიკუში ერთია როცა ამას როგორც ეკლესიის წევრი და მორწმუნე ადამიანი ყურებს, მაგრამ მე მაინტერესებს თვითონ პროცესმა, აი ამ უხარების პროცესმა, რომელიც მასობრივი მოვლენა იყო, ხო? და ამ პროცესიდან საერთოდ დისტანცირება ამ NGO-ში ადამიანებს, იმიტომ რომ წესია, ხო, რაც პოპულარული ეგ უნდა მიხვიდე. რა გვაჩვენა, რომ ეს რასთან აქვს საქმე? საერთოდ იგნორირება მისამძიმრებაც კი არ იყო.
ლანძღვას რომ თავი დავანებოთ. და კიდე ძალიან საინტერესოა ევროპის ლიდერები, რომლებიც ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც არაფერი არ თქვეს. იცი რა არის, ჩემი აზრით არის ევროკავშირის ლიდერების დუმარებასა და ჩვენი NGO სექტორის დუმარებაში რაღაც არა პირდაპირი. ანუ მე რას გულისხმობ, იცი რომ მე არა ვარ მორწმუნე ადამიანი ყველა მიცის, მაგრამ ჩემთვის ილია მეორე იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი კულტურის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და არა აქვს მნიშვნელობა რა. ბავშვად შენ რელიგიის მიმართ გააქვს რაღაცა სენტიმენტები ჯერა თუ რა ჯერა შენ ხარ ამ კულტურის ნაწილი და თან ხო ხედავ რაც ხდება ქვეყანაში რა ხან ხო ილია მეორეს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ახსნა ლოგური არა აქვს რელიგიის მიღმა არ თქო რელიგიის მიღმაც მაგას ანუ აბსოლუტურად არანაირი ახსნა ამას არ გააჩნიათ რომ ეს იყო ადამიანი რომელიც მართლა ახერხებდა რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა კონფესიების ეროვნებების რელიგიურების თუ არარელიგიურების წარმომადგენლები გააერთიანა და აჩვენა რომ შესაძლებელია ქვეყანას ყავდეს მისი კულტურის მთავარი გამომხატველი რაც იყო უდაოდ აქ მთავარი რა არის ხო მე ხ მაგალითად ძალიან გამეცინა რა აი ძალიან საცილო იყო რომ იმიტომ რომ აი ხა ელენე ხოშტალიას ამბავს ვიტყვარა ელენე ხოშტალიას ამბავი აი რამოდენიმე ინფლუენსერი ნახე რომელიც ყავს მეგობრებს რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებიათ ილია მეორის გარდაცვალებაზე და კომენტარი გააკეთეს ელენე ხოშტალიაზე რომ ეს არის აი ამის დაჭერა არის რაღაც არა ეს გულსვენები არიან ვერ ხვდებიან ეს აღელვებთ უფრო ვიდრე ის ეცოდება ესეთი ხალხის მაგალითად ეს არის ახსნა იმის, რატო ვერ იგებენ. ხო, ანუ მე რას ვამბობ, იცი რომ დასავლური ცივილიზაცია შენ სწორად ახსენე, ეს იყო ძალიან ცინიკური ცივილიზაცია. ძველი დასავლეთი იყო ძალიან ცინიკური ცივილიზაცია, რომელიც საქართველოშიც ძალიან ცინიკური იყო. ხო, ჩვენ გვახსოვს ამერიკის ელჩები, რომელიც რაღაც გიგანტური ჯვრებით დადიოდნენ ეკლესიებში. ძველი 10 წლის წინ. ეხლა ბოლო რაღაც 7-8 წელია დასავლეთი საქართველოში დაემსგავსა რაღაც აი გაგიჟებულ არაადეკვატურს. იმიტომ რომ ისინი როგორც იქცევიან, ასე საქართველოში ისინი ვერ ჩვენ გულს მოიგებენ. ისინი ჩვენთან ვერ მოვლენ და ამერიკის ელჩი დადიოდა დიდი კელაპტრით და უსმენდა სვანების გალობას. მაგრამ შემდეგ რაკია მას ეს ჩანერგილი აქვს ამ ქალს ანეგეთი ის ქონდა რა ქვია დირექტივა რომ სხვა საზოგადოების სხვა წევრებს უმცირესობებს უნდა მიმართოს ამას ხო გააკეთებდა მეორე დღეს გამოდიოდა გეი ალბომის სასარგებლოდ ხო და აბსოლუტურად გაუგებარი იყო მისთვის ალბათ აქაც მივაგე პატივი იქაც მივაგე და რატო არ მუშაობს არა მან ერთი დეტალია ადრე კელაპტარის იყო. ეხლა რატოღაც ეგ არა ხო, ეგ სოფლიოში სხვა სიტუაცია. ყველაზე კარგი მაგალითი ჩემთვის პირადად იყო მე როგორც არარელიგიური ადამიანი აუშფოთი, როდესაც გერმანიის მაღალჩინოსანმა გითხრა რომ ეკლესიასთან ებრძოლო. ხო, ეკლესიასთან ებრძოლო. ანუ შალა ეს ხო ძალიან მარტივია. არა, ეგ იდიოტობა იყო. ხო, აი მოვლენ მინიმუმ იდიოტობა. ეს მართლა ილია მეორის პანაშვიდმა დაგვანახა რა რომ ჩვენ შეიძლება ვცხოვროთ აი მოდერნულობაში, ხო გვაქვს ტელეფონები, რა ვიცი, რაღაც თანამედროვე მანქანები დავდიოდეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ განსხვავებით ბევრი დასავლეთ ევროპული ერისგან ჩვენ სულებში არ არის დაკარგული საკრალურის ადგილი. ანუ ჩვენ ანუ საკრალური რა არის, რომ რაღაცა დაუფარავი, რაღაცა მისტიური არსებობს. კი, რაღაცაზე ჩვენ რაღა მეცნიერებამ ბევრი რაღაცა გაგვიხსნა ხომ და ტექნოლოგიებმა, მაგრამ არსებობს ის რაღაცა დაუწერელი ის რაღაც სიღრმისეული, რომელიც მათ შორის აერთიანებს კონკრეტულ კოლექტივს, ასე რომ ვთქვა. ამ შემთხვევაში ეს არის ერი, საქართველო. და ეს ილია მეორის ეს ასე ვთქვათ ტრიადა, ხო? ღმერთი, სამშობლო, ადამიანი არის ზუსტად სწორად დაწყობილი, ხო არის რაღაც საკრალური, შემდეგ არის სამშობლო, როგორც საკრალური ეგარი ანარეკლი მიწიერი, ან შეიძლება ვთქვათ რომ მისი ასე ვთქვათ კოლექტივზე გადატანილი, რომ ეს ერთობა არის რაღაცა ამ ღვთაებრივის გამოხატულება და ის ერთეული, რომელიც ამის ნაწილია. ლიბერალებთან გასვევთ ინდივიდი ბოლოში. ხო, არის ინდივიდი და ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს მართლა ხო ესეა რაღაცაზე ჩვენ ეს ინდივიდი
ინდივიდი არ არსებობს ცალკე აღებულის რაღაცა მთლიანობაშია და ეს მთლიანობა თავისთავად რაღაცნაირად ამ ეგზისტენციურად არსებობს, ხო? აი ისტორიაში არსებობს, ხო? ანუ ეს მე იმის თქმა მინდა რომ ქრისტიანობის არსი რო აი რაღაცა მოწამეობრიობა და საქართველოს სიმცირე ძალიან ურთიერთთან შესაბამისი გახდა ისტორიულად, ხო? ჩვენი ბრძოლა გადარჩენისთვის იყო მათ შორის ქრისტიანული ბრძოლა გადარჩენისთვის და ქრისტიანობის გადარჩენისთვის ბრძოლა. ამიტომ ჩვენში ეს მათ შორის ახლა მე პირადად რელიგიური ადამიანი არ არის რელიგიური, მაგრამ ეს კულტურული კოდის დონეზე დადის. შეიძლება ის არ იყოს ესეთი აღსარებელი და ესე არ დადიოდეს, მაგრამ ის ამ ინსტინქტურად ხვდება. თულია საქართველოში იცხოვრო და ეს არ ხო. ანუ ეს რელიგია მართლა არ არის მარტო ასე ვთქვათ რელიგია. ხო, ეს არის კულტურის ნაწილი, ესე თუ შეიძლება ესე ვთქვა და კულტურის გამსაზღვრელი მეტწილადაც, ხო? და მათ შორის ქართველების შემთხვევაში ეს არის, რომ აი ეს საკრალურის, ეს დაუფარავის, ეს რაღაცა უბრალოდ დაფარულის და რაღაცა მისტიურის რაც არის, ხო? მისტიურის ადგილი გვაქვს და ჩვენ აი ამიტომ არის მათ შორის, ხო? აი რომ ჩვენც ამ ბრძოლაში ვარ ჩართული და წინა ფლანგზე ვართ ერთ-ერთი, ხო? ამ საინფორმაციო ბრძოლაში და რო უყვირდები ამებს, ამ გიგანტებს, ამ გეოპოლიტიკურ გიგანტებს და ამ ცინიკოსებს რო ვებრძვით, ეს ხო ისე არ ხდება რომ რაღაცა ეს მართლა ეს შინაგანი ანუ მართლა ქართველი მართლა რომ იმ მოსახლეობის და დემოგრაფიის და ყველაფერი რომ GDP და კლიანი შიდა პროდუქტი რო იყოს ყველაფერი და ეკონომიკური რედუქცია მაშინ ჩვენ დიდი ხნის წინ გაჭრეტილები ვიქნებოდა ჩვენ სწორედ ეს ძალა გვაძლევს იმას რომ მათ შორის გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ვიყოთ ჩვენ საუბრობდით რომ 1.5 მილიონი ადამიანი მივიდა BBC-ს დათვლით ანუ მეტი იყო მაგრამ მინიმუმ მაგაზე შევთანხმდით და თან იძახიან 5 მილიონი 3 მილიონი ქვეყანაში ჩვენ ხო ვიცით რომ 5 მილიონი არა ვარ და ეს რაღაც სასწაულად მიიჩნიეს თვითონ იქ დასავლეთში ანუ დაინახეს ეს ძალა და არ ვიცი კორექტირებას მოახდენენ თუ არა ჩვენ დამოკიდებულებას არ ამგონია პროცენტულად ყველაზე მეტი მივიდა ვინც მისულა უდესმე აი სხვადასხვა დიდი ლიდერების 40%-ზე მეტი იყო მისული და როგორ იქცევა ამ დროს რომ არ მოგვისამძიმრეს და ოპოზიციაც ეგრეთ წოდებული როგორ იქცევა აი ეს განვიხილოთ ეს ჯერ პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც იგზანდებოდა და პატივი მიაგო და კიდევ წარმომადგენლებს წეგან როგორც აღნიშნე ჩვენ მუსლიმ მეგობრები რო არიან იმ ხალხს ვინც აი რაღაცა პასუხისგებლობა სამოქალაქო პასუხისგებლობა რო ქვია ეს ღონისძიებები ხო მინიმუმს გეუბნები რომ მინიმუმ რაღაც თავისი სადღესასწაულო სასულიერო ღონისძიებები გადადეს და მოიქცნენ ისე როგორც უნდა იქცეოდნენ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები და ჩვენი ასე ვთქვათ მეგობრები ეს იყო ნიშანი იმისა ჩვენ მე პირადად და ალბათ ყველა ამაყი ვიყავი იმ დღეს გარდა იმისა რომ მწუხარები ვიყავით მართლაც ამაყი ვიყავი ამდენ ხალხს რო უყურებდი ესეთ ურთიერთობას რო უყურებდი და წარმოვიდგინე რომ აი რაღაცა ჩვენი ქვეყანა ჩვენი მომავალი ჩვენი საქართველო რომელიც საჭიროების დროს იმ დროს როდესაც ჩვენ ეს რო ჭირდება ფერს რო ჭირდება დადგება ერთად და ამას ჩვენ 17 მაისსაც ვნახავთ და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ვერასოდეს ვერ მოგვატყუებენ ვერასოდეს ვერ მოგვერევიან და ვერასოდეს ძალით ვერ შეგვაცვლევინებენ თქვა ისეთ კანონს ეხა შეიძლება კანონზე გადავედი მაგრამ ეს ერთმანეთის ბმაშია რასაც ქვია ოჯახური ღირებულებებთან არის დაკავშირებული ანუ იქ ვინც იყო ის 1.5 მილიონი ადამიანი და კიდე სხვა ვისაც რაღაც შესაძლებლობა არ ქონდა ფიზიკური რომ იქ მოსულიყო ისინი არასოდეს არ დათანხმდებიან იმას რომ თქვა ჩვენს ქვეყანაში გაბატონდეს LGBT საზოგადოება და ასე შემდეგ ეს არის ჩვენი სიძლიერე. ეხლა ჩვენ საუბრობდით რომ ვიღაცა შეუძლია მოგვერიოს თოფით, ვიღაცა შეუძლია მოგვერიოს რაღაცა ტანკით, რა ქვია, ტექნოლოგიურად, მაგრამ ვერასოდეს ვერ შეარყევენ ჩვენ რწმენას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ეს რწმენა, აი წეგან ხო საუბრობთ, რწმენაში არის გაერთიანებული სამშობლოს სიყვარული. ანუ რას ვიძახით? ეს არის სამშობლოს სიყვარული, ჩვენი იდენტობა. ეს არის ჩვენი კულტურა. ეს ყველაფერი შედუღაბებულია მე, რაშიც ძალიან უდიდესი წვლილი მიუძღოდა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს. ეს ყველაფერი არის შედუღაბებული და ის ადამიანები, ვინც იქ იდგნენ, ზუსტად
ღმერთისაც წამთ, სამშობლოს სიყვარულიც აერთიანებდათ, ის კულტურაც აერთიანებდათ, გაერთიანებული, რა ქვია, რწმენით იყვნენ იქ მისულები. ანუ ეს ხალხი არიან იმაზე წამსვლელები, რომ თავისი ქვეყანა და თავისი მომავალი დაიცვან ყველაფრის ფასად. ანუ ჩვენ ეს მე პირადად რასაც უყურებდი, ეს დავინახე. ხო და იმ დროს ყურეშავა რისი თქმა მინდა, აი ამ დროს ხო ჩვეულებრივი ადამიანები უყურებს როგორ არიან აი როგორ გითხრათ გათავხედებულები და როგორ გვიყურებენ ზემოდან რომ მათ გონიათ რომ ეს მე რა რასაც ახლა ჩვენ ვაპარაკობთ ეს არაუშავს კაც ეს მილიონი ამათ ისეც მოუგრეხ პრობლემა არ არის ანუ ის რომ ჩვეულებრივი პოლიტიკის და ადამიანური ტექნოლოგია მინიმუმ რომ რაღაცნაირად 1.5 მილიონი ადამიანს სამძიმარი მაინც გადმოუგდო ბჭყალებში თუნდაც იმისათვის ფარისეულურად რომ ვიღაცა წამოეგება იმ ჩანგალს და იტყვის რომ ნახე რა სერჩიც კაცო ევროკავშირმა მოგვისამძიმა ამ იუკნევიჩიანეს ასერჩით ნახე როგორ მარტო იმაზე კი არ ეწובה გული ნინო რომჯარიას სუდისის მას რომ ნახავს არა აგე ნახე ჩვენც ნახე როგორ მოგვისამძიმა და როგორ ცრემლები არა მაგასაც არ შვებია წეღან ნიკა რო ამბობდა ირიბი კავშირი კი არ არის ნიკა პირდაპირი კავშირია აბა კარგი ბიჭები არიან რომელიმე თქვას ის რაც ხო ყველა მიჩის რომ საჭირო იყო მაგის თქმა ხო მათთვის მონგებიანი იქნებოდა და ყოველ შემთხვევაში ასე წამგებიანი არ იქნებოდა და არ დაასამარებდა ეს ხალხი მით უმეტეს ეხლა რაც მოხდა ხო ვერ ამბობენ არა აქვთ უფლება მაგის თქმის იმიტომ რომ ერთმანეთს ხელს შეუშლიან მათი დამოკიდებულება იქიდან არის ის როგორც კი მაგალითად ამ საზოგადოების ამ ნაწილს მოეფერება ესენიც იძულებულები არიან რომ მე მოეფერონ ახლა ამ ხალხში და საპატრიარქოში ესენი აღიქვამენ ყველაზე დიდ მტერს და რატომ აღიქვამენ კაცო ნახეთ საპატრიარქოში ვერა კონტროლებენ დაიწყო ვერა ნული ვერც გააკონტროლებენ ძალიან კარგად იციან რომ ვერც აკონტროლებდნენ რამდენი ხანი ეხლა მათ სიხარული საზღვარი არ ქონდა რომ ილია მეორე რომ პატრიარქი რომ გარდაიცვალა რა თქმა უნდა ვიღაცებმა გამოხატეს ვიღაცებს გონიერება იყოთ და არ გამოხატეს სიხარული არ გამოხატეს თორე ახლა ვინ დამაჯერებს რომ მაგათთვის ერთადერთი შანსი კიდევ გაჩნდა როგორ მე ეხლა შეიტანონ განხეთქილება საპატრიარქოში შესაბამისად ეს მე საზოგადოების იმ ნაწილზეც აისახოს და ქვეყანაში დაიწყოს ქაოსი გააკეთეს რა თქმა უნდა ქვეყანაში უნდა დაიწყოს ქაოსი ანუ მათთვის ანუ ეს ხო ძალიან მარტივი დასანახია რომ ყველას დიდი მტერი არის მათთვის საპატრიარქოს ერთეულმა შტატებმა აბსოლუტურად გასაუბრად მოიქცნენ მარკ რუბიო ძალიან მაღალი რანგის ჩინო რა თქმა უნდა გამოხატა მწუხარება ხო სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო გააკეთა განცხადება ევროპა თითქოს არც არსებობდა დამოკიდებულება ხო არაფერი ხო იმიტომ რომ მათ არა გააკეთა უყურებენ როგორც მტერს იმიტომ საქართველოში ვერ გაბატონდნენ ეს იყო საპატრიარქოს უდიდესი დამსახურება შესაბამისად ეს ხალხის დაინახეს რომ ნახე ეხლა ეს საშიშროებაა კიდევ კარგად დავწონოთ და საპატრიარქოს დავარტყავს რომ როგორმე ქაოსი გამოვიწვიოთ მე მოვისმინე აქ ადგილობრივი რაღაცა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის რაღაცა ინტერვიუს ართმევდნენ და საპატრიარქოს ლანძღვასთან დაკავშირებით რა და ნახე რას ამბობს მე პირადად არ ვლანძღავ მაგრამ მე მგონია რომ ანუ ლანძღვასთან დაკავშირებით ესო დემოკრატიის ნაწილია აბა ერთი ვინმე შეეკითხოს იუკნევიჩიანეს ლანძღვა თუ არის დემოკრატიის ნაწილი არ არის ის არის თავდასხმა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვიდგეთ კაცო ევროპის არა ის თავდასხმა იმას რომ პასუხს გაცემ ის არის თავდასხმა ბუნებრივია საპატრიარქოს ლანძღვა მოსულა დემოკრატია ევროკავშირის კრიტიკა ხო სიტყვის თავისუფლება კი არ არის არის რუსეთობა ხო ანუ რა ცდილობენ უნდათ რომ რაღაცა ახალი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ მართ მადიდებლობა დავარქვათ ევროპა მადიდებლობით ეგ როგორ გამოვა უბრალოდ ხო არა რასაც ჩვენ უყურებთ ზუსტად მაგითო გეუბნებით რომ ამაყი ვიყავი მეთქი ან ზუსტად მაგასო არ გამოვა დაუბრუნდებით ამ საკითხს და მადლობა ღმერთს სამშლოვანი იმ ძალაზე რომელსაც მე ვსაუბრობ ეს ფაქტორი არსებობს აი შეიძლება ტრამპიც კი ითვალისწინებს იმიტომ რომ რაღაცნაირად ახსნა განმარტების მოძებნა მოუწია ამ ომს
ორ დღეში არ დამთავრდა და რაღაც ეს რელიგიური ფაქტორის შემოტანა უნდა, არ ვიცი რამდენად გამოვა. სხვაშორის ამერიკა გაცილებით უფრო ჭკვიანურად იქცევა მთელს ევროპასთან შედარებით. იმიტომ როგორც უკვე თუნდაც ჩვენი პატრიარქის მოსამძიმების ამბავში ვახსენე, მარკო რუბიომ მოსამძიმების წერილი გამოაგზავნა ძალიან მაღალ ჩინოსანმა. ეთქობა იქ ადეკვატური რაღაცა გარკვეული დარჩა და ეგ ძალიან გვახარებს. და ამერიკა არ არის ჩართული ჩვენთან ისეთ ომში როგორც ევროპა. არ არის. ტრამპის ადმინისტრაციას გულისხმობ. ხო, ეხლა ჩვენ რო ვისაუბროთ ვითარებაზე, რა ვითარებაში არის საქართველოს. საქართველოს ეხლა წინ როგორც თელ სოფლიოს აქვს ეს ომების გამოწვევა. და აქ ჩვენ გვინდა ერთიანობის შენარჩუნება საზოგადოებაში. საზოგადოება რომ ერთიანია და რაღირებულებების გარშემო არის ერთიანი, ეს ჩვენ დავინახეთ. ეკონომიკურად რომ მიუხედავად აი სასწაულს ეძახიან, მე მოვისმინე სოფლიო ბანკის ექსპერტის ადგილობრივი თუ იბიარდი ხო არა სოფლიო ბანკის ადგილობრივი ამერიკაკასის წარმოადგენს რომ ჩვენო სწავლობთო კიდეო რომ რაში მდგომარეობს ეს სასწაული რომ ეკონომიკა ვითარდებაო ანუ არნახული რაღაცა მოხდა ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ და ღმერთის დახმარებით აქ გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური ბუმიც კი შეიძლება ითქვას იმიტომ რომ რა შეიძლება ვთქვათ აი რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს ჩვენ მიმდინარე ამბავში აი რა პროგნოზები რო ჩემი აზრით ამერიკა ვერ შეძლებს არც იზავს სახმელეთო ოპერაციას მაგაზე არ ვარ დათმობილი მე ჩემსაც ვიტყვნე თქვენ არ იქნება ისე დიდი თუმცა არეულობა თუმცა მე მაინც გონია რომ ჩვენი ხელისუფლებაზე რომ გადმოვიდეთ ჩვენი ხელისუფლება მოახერხებს ისე იმ კურსის გაგრძელებას რა კურსიც გვაქვს იმიტომ რომ რამდენი წელია ეს 22 წლიდან მიდის აი ეს 4 წელი და ყველა გამოწევას გაუძლო მართლაც ღირსეულად ანუ ქვეყანაში არ დაამყარა ავტორიტარიზმი დიქტატურა ტერორი არ არის პირიქით დემოკრატია ოღონდ მართლა მაუწყებლობენ ოპოზიციური არხები ოპოზიციური პოლიტიკოსები ხარ თუ რამეს დააშავებენ და სიგიჟეს ჩაიდენენ დებატები მიმდინარეობს დასაჭერები არიან რა თქმა უნდა აბა ეგ სისულელე ხოშტარიაზეც დასაჭერი იყო რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ დასაჭერი იყო და პრინციპულად ესეთი საკითხები არის სახელმწიფოსგან კაცრად აღმოსავლელი, მაგრამ ეს ნუ მარტო დარწმუნება არ არის შავა ბოდიშვილი. ფაქტები გვეუბნება რომ არა, აწი მომავალს თუ პოლიტიკა სწორია. ამ შემთხვევაში ფაქტები ეს პოლიტიკა არის სწორი. ერთობლიობა სახელმწიფოს უნდა ქონდეს თავისი ავტორიტეტი, მზია მაღლობელიც დასაჭერი იყო და ლაკას დასაჭერი იყო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ავტორიტეტი, რომ ქაოსისგან დაგვიცვას. ეს ვალია სახელმწიფოს. ძალიან საინტერესო საუბრის შემდეგ ნახოთ რეკლამა.